კეთების პროცესში გაგვიჩნდა კიდევ ერთი კითხვა ბიოპროდუქტებთან დაკავშირებით. Როგორც ჩვენმა მაყურებელმა უკვე კარგად იცის, პესტიციდებისა და ხელოვნური ჩარევების გარეშე თითქმის შეუძლებელია მოსავლის მიღება. ამიტომ დავინტერესდით, როგორ მოჰყავთ ბიოპროდუქტები აღნიშნული საშუალებების გარეშე, რადგან ორგანული პროდუქტები არ ითვალისწინებს სასუქისა და პესტიციდების გამოყენებას. Kartlis ეს ის კომპანია, რომელიც ყოველთვის საჭირო და კომპეტენტურ ინფორმაციას გვაძლევს აგრარულ საკითხებთან დაკავშირებით. Ხოდა როცა გადავწყვიტეთ, რომ გადაცემა ბიოპროდუქტებზე გაგვეკეთებინათ, ცხადია მოვედით მათთან. საინტერესოა რა განსხვავება ჩვეულებრივ და ორგანულ სასუქებს შორის, რითიც ხდება საბოლოოდ ბიო, მაგალითად ვენახის, ბოსტნეულის და სხვა კულტურების მოყვანა. არსებობს ქიმიური და ორგანული სასუქები. თვითონ სიტყვას გვეუბნება და მარტივია განმარტება, ანუ ქიმიური არის ისეთი სასუქები, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი, ხოლო ორგანულ სასუქებს ჩვენ ვიღებთ ორგანული ნივთიერებებისაგან. ქიმიური სასუქები არის ორიენტირებული მცენარის სწრაფი ზრდისთვის, ხოლო ორგანული სასუქები მცენარეს ყველა სასიცოცხლოდ აუცილებელ ნივთიერებას აძლევს დაბალანსებულად, თანაბრად და აჯანსაღებს მას ბევრად უფრო მეტად, ვიდრე თქვათ ქიმიური სასუქები. ახლა ჩვენ ვისაუბრეთ კონკრეტულად მცენარის გაზრდასთან დაკავშირებით პრეპარატზე და ვისაუბრეთ ორგანულზე და ჩვეულებრივზე. საინტერესოა პესტიციდებზე რას გვეტყვით, იმიტომ რომ პესტიციდები არის ზოგადად საშუალება, რაც იცავს მცენარეს პარაზიტებისგან და ბევრი მავნე რაღაცეებისგან. რაც შეეხება მავნებლებს, საკმაოდ რთული თემაა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა ბიოვენახში, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია არც ერთი ინსექტიციდი გამოვიყენოთ, რომელიც შეიცავს ასე ვთქვათ ძლიერ შხამს, რადგან ის უკვე არ არის ნებადართული ბიოპროდუქტში. ამიტომ ჩვენ გვიწევს არა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ მათ წინააღმდეგ პრევენცია. ასეთ შემთხვევაში ხშირად გამოიყენება სხვა მცენარე, ხშირად ამ მცენარის ნახარში და ამის გარდა ასევე გამოიყენება ასეთი მეთოდი, როდესაც თქვათ ჩვენთვის სასურველი ბიონაკვეთის გარშემო არის ისეთი მცენარეები დარგული, მათზე ცხოვრობენ ისეთი მწერები, რომლებიც ებრძვის იმ მწერებს, რომლებიც აზიანებენ ვენახს. გვაქვს ისეთი პრეპარატები და პესტიციდები, რომლებიც ნებადართულია, რომ გამოვიყენოთ ბიოკულტურის მოსავლელად. თქვათ კარტლის აქვს კოსაიდ 2000, არის ამერიკული პრეპარატი და პირადად ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ეს არის საუკეთესო სპილენჩემცველი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება როგორც სოკოვანი დაავადებების, ამ შემთხვევაში ჭრაქის წინააღმდეგ, ასევე ის ძალიან კარგად აღადგენს მექანიკურ დაზიანებებს და შესაძლებელია სეტყვის დროსაც კი გამოვიყენოთ. სეტყვაზე გამახსენდა თქვენი არჩეულებრივი აქცია. მე მინდა რომ მაყურებელს შევახსენო. თუ თქვენ საქართველოს მასშტაბით კარტლისის მაღაზიაში ნაყიდი გაქვთ მცენარეების დასაცავის საშუალებები და თუ თქვენს მოსავალს გაანადგურებს სტიქია, კარტლისი იმ პროცენტით აგინაზღაურებთ ზარალს, რა რაოდენობითაც დაზარალდება თქვენი მოსავალი. გრძელდება თუ არა ეს არჩეულებრივი აქცია? ეს აქცია კვლავ ძალაშია და როგორც თქვენ აღნიშნეთ, როგორც შეძენილი პესტიციდების ზარალი ანაზღაურდება, ასევე თუ ჩვენს მომხმარებელს შეძენილი აქვს სათესლე მასალა, ამის ზარალიც ანაზღაურებული იქნება.